ახლა მე მინდა გამარჯვებული სახელი გამოვაცხადო, რომელიც ელოდება, რომელიც დამთავრდება ჩემი პირადად და გამოვაცხადო მას. ამ გამარჯვებულს ერთი საოცარი თვისება აქვს. ის მეტეორიტით შემოიჭრა ქართულ პოეზიაში, ჩვენს სამწერლო ოჯახში და სასიამოვნოდ გაგვაკვირვა კიდეც შემოიჭრა და ჩვენ წარმოვიდგინეთ უკვე თავისი ადგილით დაიმკვიდრა ჩვენს ოჯახში. მას შეუძლია საოცარი საჩუქრები გაუკეთოს თავის თავს და ეს საოცარი საჩუქარი თუნდაც დღევანდელ კონკურსში გამარჯვებაა და რასაც გულისხმობ ამაში ხვალ მისი დაბადების დღეა შემოგარგებოდა მე მინდა ყველანაირად მიულოცოთ მირანდა ერისთავს გამარჯვება ამ კონკურსში და ხალხები გამარჯვების დღე ორგანიზატორებს ხალხობრივად სპორტმაგარის ამ ძირფას გამსრა საზოგადოებას და სანამ ლექსი გადავალ აქციის ჩემი გოგონა ნიკო, ვინც არის ჩემი ერთ-ერთი მიზეზი ამ ლექსის. რადგანაც ყოველთვის მინო ღმერთს ესაუბრება ხოლმე, ეკითხება როგორ არის, ეუბნება წიგნებისა და ყავს თავისი მწერალი ამგებაზე წოდები, რომელიც უზის და იწერს მინოს ცხოვრებას ხოლმე და მე და ღმერთს უყურებ. სანამ ლექსს დავიწყებდე, აღნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი ტრაგედია არის ნებისმიერი ამბები, რაც ბავშვებთან დაკავშირებით სულად ხდება ხოლმე, მაგალითად უპატრონო ბავშვები, ან ბავშვზე აბორტი, ან ნებისმიერი რამე, რაც ბავშვს შეეხება, დაუცველ ადამიანებს შეეხება, მოხუცები იქნებიან თუ თუნდაც ცხოველებს დაუცველ დაღლებს და ასე შემდეგ და ვცდილობ ეს თემა წამოვწიო ყოველთვის როგორც შემიძლია. და აგერ არის ხათრი ის დამეთანხმება არის. და დავიწყებ მაშინ. მამაო ჩვენო, როგორ ხარ და ძილინებისა. ლექსი ეძღვნება უმამო ბავშვებს და უმამო ბავშვის ლოცვა არის. მამაო ჩვენო, როგორ ახარ, შენ ცათა შინა, ან როგორ მოწრებ, ჩვენზე დარდს და ამდენ კაეშანს დედამ რომ გთხოვა სახლი უკვე თავად აშენდა მის მერე რაც კი მამამ ხელი სუნთლად გაგვიშვა მამაო ჩვენო დედამ თქვა რომ ადრე იძინებს ღმერთიო მე კი წამალი მსურს ჩემი დათვისთვის შემოდგომაზე ითვლიანო ხშირად წიწილებს როცა მე მარტო უმამობის წლებს გადავითვლი მამაო ჩვენო დამიკროვდა შენთვის ლოცვები ვეღარავზიდავ სუსტი მხრებით ტვირთის სიმძიმეს თუ შემაციებს შენ მაინც ხომ შემომიწვევი მამაო ჩვენო მისმენ ისევ თუ შენ ძიძინებ წლები მიდიან ვიზრდები თან მტკები ერთ ადგილს ვერ გამიგია ვერც მიწისა ვერც ამ მთებისა ცხოვრება ისე მძიმეა რომ ბავშვსაც კი დაგძლის მამაო ჩვენო გძინავს უკვე ძილინებისა